ველოდებით ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გამოსვლას ის აპირებს, რომ გააკეთოს განცხადება თავისი გადადგომის თაობაზე. მესამედმებით ევროხუთის Facebook Live-ის მაყურებლებს გეტყვით, რომ ბათუმის არჩეული მერი თანამდებობის ლაშა კომახიძე რამდენიმე წუთში მედიისთვის განცხადებას გააკეთებს, ასევე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ ლაშა კომახიძე კაბინეტიდან რამდენიმე წუთში გამოვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ველოდებით ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გამოსვლას, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება მედიასთან გადადგომის თაობაზე, ის რამდენიმე წუთში გამოვა. როგორც პრესსამსახურმა გვაცნობა, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე რამდენიმე წუთში გამოვა და გააკეთებს საი გამოვიდა ბათუმის მერი. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ინერვიალური კონკურენტისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო მერწმუნე ძალიან მნიშვნელოვანი კვირა. ქართული ტაიმაუტი, რომელიც მიავედე ძალიან ბევრ საკითხზე დასაფიქრებლად და დეტალური და ხმა ანალიზისათვის. მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი თავად ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიქრობ ჩემს მიერ არის სწორი გადაწყვეტილების ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით, სადაც ყველაში მეგობრობის პირველობაში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს და იმ დაწყებული პროექტების რაც შეიძლება უმნიშვნელოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანია და რომელიც ჩვენი ქალაქის კვალიტეტს ესწრაფვა. ვიცი, რომ დამატებით გექნება ძალიან ბევრი კითხვები ამასთან დაკავშირებით და შევეცდებ ყველა კითხვაზე გაქცევთ პასუხი, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ამ შეხვედრით და მადლობა გადავხადოთ ჩვენს მოქალაქეებს. განსაკუთრებით ამორჩევოთ, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში 56% პირველ სამეფოში ძალიან დიდი ნობა გამოაცხადა პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის მიმართ. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენ სამსახურში ყოფნა, გემსახურეთ ხილსებით, გემსახურეთ ერთგულად. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ერთობა მოსახლეობასთან და მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობის, რომელსაც საშუალება ბევრი თქვენგანის პრობლემის მოგვარებას. მე მინდა თარქვე მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, მერის სისტემიდან, ასევე საკრებულოდან, მრჩეველთა საბჭოდან, პრეზიდენტიდან, ყველა მათგანს შევხვდი. პირადად გადავუხადე მადლობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი სიკეთეები გავაკეთეთ ამ ქალაქისათვის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტებით, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებების, სპორტის, კულტურის, ახალგაზრდობის სფეროში განხილული ღონისძიებები. მინდა მადლობა გადავუხადოთ ქართულ ოცნების მრავალრიცხოვან გუნდს, ვისთან ერთადაც არაერთი დიდი გამარჯვება მოუპოვებია. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისთან ერთადაც ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო მოგვიანებით ქალაქ ბათუმის მერის პოზიციაზე მქონდა აქტიური მუშაობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირებაში ხართ თორნიკე რეჟვაძესთან და ეს იყო გადაწყვეტილების აღმასრულებელი ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თქვენ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც დამაკავშირა ამ 3 წლის განმავლობაში სამუშაო ვითარებაში ამ პოზიცია. და ბოლოს, მაგრამ არა დასასრულს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ
რა თქმა უნდა, მე გავითვალისწინე გუნდური შეფეთქვილობის საუბარზე. ჩემს ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ იქნებოდა დამაზიანებელი კიდევ ერთხელ ქალაქისათვის, იქნებოდა მოქალაქეებისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, რომელიც რას გულისხმობთ? შემდეგი კითხვა თუ შეგვიძლია. რატომ იქნებოდა დამაზიანებელი? რას გულისხმობთ ბატონო ლაშა? საზოგადოებას რატომ აქცენტ ვაჭრობს? ვინც ამირჩიებს თქვენ? არჩეული მერი თანამდებობას თორემ ისე რომ მას საზოგადოებას არ ეუბნება მეტდეტალს. პირიქით, მე რო ანგარიშს ვალდებულად თავ საზოგადოებას წინაშე, მე ამას არ გავაკეთებდი ესეთი არ გავაკეთებდი ბრიფინგის მეთოდით, არ გავაკეთებდი მადლობის მუხტით მათთვის და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ქალაქი. ამოსავალი წერტილი არის ის პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მე პირადად არ ვიწვი არც ერთი სკამისათვის, არ ვიწვი გარკვეული პრივილეგიებისათვის, შესაბამისად, მე ამ შემთხვევაში პირადად ბატონო ლაშა ეს მიზეზი რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს ინფორმაცია არის უკვე გავრცელებული შორიმერი, ჩვენ აბსოლუტურად ეხლას გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური კოლექტიური ვიცემერის თანამდებობაზე იცვლება პოზიცია, ანუ ვის მოიაზრებს და ვინ ჩაანაცვლებს ვიცემერს. გადავხენებ ჯაბათოგოში და საკუთარი განსხვავების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ახსნეს იმით, რომ ის ერთი წლის წინ ჩემთან ერთად შეუდგა საპასუხისმგებლო მუშაობას და შესაბამისად ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ვიცემერის პოზიციაზე დაინიშნა არჩილ ჩიკოვანი და შესაბამისად ჩემს გადაწყვეტილების შემდეგ ის კანდიდატურის შერჩევას, აქაც ჩემს მიერ გათვალისწინება საერთაშორისო ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა კონჩაზე მიქმნეული, ეს არის ძალიან დიდი პრობლემები და ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საკითხების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა და შესაბამისად ადამიანი რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას აიღოს ეს პასუხისმგებლობა ბატონო ლაშა შეეხება ჩემს მომავალ ასე ვთქვათ კეითებს. შემიძლია გითხრათ როგორც თქვი ოპოზიციაში რომ ვარ და ვიქნები ერთგული იმ ძალიან ბევრი კარგი ადამიანის როლს საშუალება აი ამ პერიოდში ახლო გამოსვლას და მათთან დამარცხებაზე იუდინა და რასრულებს პოლიტიკურ შეცდომებში ვერ ხედავ. მე მქონდა და მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზება, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარი თავი მოვიაზრო სხვა სფეროში, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, სექტორი, შესაძლებელია ეს იყოს კვლავ გარკვეულებით საზოგადოებრივი სახელმწიფო სამუშაო. ეხლა ამ საკითხზე უფრო ვიპასუხებ, რომ მე თავად ცოტა საკუთარ თავში ბატონო ლაშა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისის ფონზე და ეხლა საჭირო არის ერთიანობა, საჭირო არის გუნდურობა, მაქსიმალურად გვერდში დაბრუნვა იმისთვის, რომ ის პროექტები, ეს არ არის მხოლოდ კანალიზაცია, ეს არ არის მხოლოდ გზის საფარის დაგება, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური პროექტები. თქვენ იცით იაფის სახლის პროექტი, თქვენ იცით ავარიული სახლების პროექტი. ბატონო ლაშა, გავცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების სიაში ვერ მოხვდით. რაც შეეხება მე რას გავაკეთებდი, როგორ გავაკეთებდი, შემიძლია საკუთარ თავზე გითხრათ, რომ ნამდვილად ვამაყობ ბევრი გაკეთებული საკითხი, რომელიც საკითხი გამიკეთებია ქალაქში.
ვფიქრობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი პრობლემა გადაიჭრა, მათ შორის 10 წლეულობის განმავლობაში გადაუჭრელი. ძალიან თვალსაჩინო ინფრასტრუქტურული პროექტები, აღარ დავიწყებ მათ ჩამოყრას, ძალიან მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით მიღწევები, ასე რომ ყველაზე კარგი შემფასებელი არის, რა თქმა უნდა, საზოგადოება, ყველაზე კარგი შემფასებელი არის დრო. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არანაკლები და მნიშვნელოვანი პროექტები არის ეხლა მიმდინარე პროცესში. ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ იმ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ამ პლუს იღებს მასწავლებლობას ეხლა ამ საქმეების ბოლოში მიყვანაზე და გულით და სულით რა თქმა უნდა. ანუ ბატონო, თქვენ ერთი წამით რომ ანუ თქვენ გულობთ რომ ჩიქოვანი უკეთ გააქმევს ამას ბატონო. ეს მეჯვარე რატომ დანიშნეთ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად? თქვენ არჩევს გულისხმობ? დიახ. პირიქით. სპორტების კავშირები, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც გითხარით, ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და ადამიანები თუ რომლებიც მზად არიან პასუხისმგებლობის აღებისათვის, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება. ამ შემთხვევაში მე გავითვალისწინე კიდევ ერთხელ. ვინ გაუწია რეკომენდაცია, საიდან მოგივიდათ იდეა? დეტალები ვინ, ვის, როდის შეხვდა, ვინ რა ესაუბრა და არის საუბარი იმაზე, რომ პროექტი იძვეთის სიძულებით მოხდა ეს პროცესი. ძალიან ძველი დეტალები, რომელიც მე ვფიქრობ, ბატონო ლაშა. და ამას თქვენი დარჩენით ეს პროექტი ვერ გავხორციელდებოდა. მე სხვა რამეს გულისხმობ პროგრამაში ამის შესახებ, მე არის ყოფილი ზიანის მომტანი იქნებოდა, რას გულისხმობთ ამას? ბატონო ლაშა. არნესის ყველა რო საუბრობ, არნესის საუბარი და ამაზე ახალი კითხვა. მართლ გუნდში უარი გეთქვათ სიაში მოხვედრაზე. თქვენ ადასტურებთ ამ ინფორმაციას? მე არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. კიდევ ვაყურებ კონსულტაციები ამ კუთხით დასრულებული არ არის, მაგრამ იმასაც გეუბნებით, რომ მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები იგივე სახელმწიფო მხრიდან, თუმცა უბრალოდ ჩემს პრეფერენციებს გეუბნებით ამ ეტაპზე, რომ ვიხრები, ყველაზე უფრო ეროვნული არჩევანის უფლება, ვიხრები უბრალოდ იქეთკენ, რომ დაუდმო ბატონო ლაშა, საუბარი იყო იმაზე. რომ უარი გითხრეს. დაიხარჯა უამრავი რესურსი იმისთვის, რომ ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები და საზოგადოება, რომელიც იყო თქვენი ამორჩეველი, შესაძლოა დღეს მიიჩნევდეს, რომ ის დარჩა მოტყუებული და შეურაცხყოფილი, ხო? ეს გამოვიდა ბატონო ლაშა. კარგი, მოდით, მე წინვარი მესმის ყველა ემოცია, რომელიც ახლა ტრიალებს, ნებათობება, რომელიც ახლა ტრიალებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაზე კარგი საჯური ალბათ, ყველაზე კარგი შეფასებელი არის დრო და არის საზოგადოება. ბატონო ლაშა, მართალია თუ არა, რომ იყო გარკვეული მუქარა, რომ თუ არ შეასრულებდით ამას, თუ არ გადადგებოდით, განიხილავდნენ შესაძლოა თქვენი დაკავების შესაძლებლობა. აბსოლუტური სიცოცხლეა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და ნებისმიერ ის დავიმეორო, რომ არავითარი იზოლების ან ძალდატანების ფაქტს ადგილი არ ქონია და მცდელობას. იყო კონსულტაციები, იყო განხილვა სხვადასხვა ასპექტში ამ საკითხის და კიდევ უფრო გეუბნებით, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც მე გადავდგე, ვფიქრობ, რომ არის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და ვფიქრობ, რომ არის სრული. ბატონო ლაშა, კიდევ ერთი თქვენ გააკეთეთ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ, რაც არჩევნები არ იქნება უკვე საჭირო და მომავალ არჩევნებამდე იქნება მოვალეობის შემსრულებელი და რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯი რამდენიმე დღით ადრე? ხვდები. თქვენ თუ არჩევნებზე გწდება სრული, წინ არის ჩვენ გული ჩვენა წება, რომ ჩვენ ვირჩევთ. რესურსიც იხარჯება. არ უნდა გწოდდეს დანიშნული მე, ამას კეთილები. კითხვას რომ დამისვენ, ჩვენს საშუალება რაცეტას. ხედავთ, რომ გასულ საშუალებას კითხვების დასმის და გცემთ პროექტს. უნდა მოგწევთ ახლა, მაშინ ვილაპარაკებთ სწორი პლანზე. თუკი კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ გაინტერესებთ არჩევნები, წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ადამიანი შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და თავისი მიდგომა. რაც შეეხება იმას, მარტივად რო ვთქვა, თუ რატო თვითმმართველობის არჩევნები არა და ესე შემდეგ, სულ რაღაც 10 თვე არის დარჩენილი ამ პროცესებამდე. დამიჯერეთ ამ 10 თვის განმავლობაში გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის გაგრძელდეს სტაბილურ მდგომარეობაში და სტაბილურ მუშაობაში. ანუ თუ არ გადაგდებოდით გასაგებად ალბათ კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ჩემთვის პრიორიტეტი არის ქალაქის ინტერესები, ჩემთვის პრიორიტეტი არის ქალაქელების ინტერესები და ის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც დღეს ქალაქი ნამდვილად შევაწუხეთ შესაძლოა
შესაძლოა ბევრი ქუჩა დღეს გვაქვს სხვადასხვა კომუნალური პროექტების ქვეშ გადახდულ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებელი გასაკეთებელია, ასე რომ ყველაფერი არის სწრაფად დასრულება, მით უმეტეს არის მიმდინარე ტურისტული სეზონი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი სწრაფად დასრულება არსებული ტურისტული სეზონის პირობებში. ფაქტორი ბევრია. ჩვენ ამაზე ხა დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგადად მიდგომა ჩემი თქვენ გვისმენთ. ბატონ ლაშა, თქვენ თქვით, რომ სახელმწიფოსგან გაქვთ შემოთავაზება თანამდებობაზე დანიშნული. სად მოიაზრება თქვენი ისა პოზიცია, ანუ სად დაგიშვა? სად გქონდათ შემოთავაზება სახელმწიფოსგან მაქვს შემოთავაზებაო და რომელ პოზიციაზე სად? ასე რომ ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თანამშრომლობისათვის და კარგად როგორც ამბობ პროექტი უკვე გესაუბრეთ ყველაფრის თავად. დიდი მადლობა. ასი აბდულაჰ მაინც ერთი შეკითხვა. გაზეთი და საზოგადოებრივი ამბასადორის თემაზე ბატონო თუ შეიძლება ხომ აძახდა ეს ერთ-ერთი მიზეზი. უკმაყოფილების გრძნობა რომ ამოდენა პოზიციას სწორად და სინამდვილე ყვარდება. ერთადერთი რისი ცნობაც მაქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც მე მივაწერთ ეს მოდი ამბავი ჩოგოძეზე. კიდევ ერთხელ შემიძლია დავასახელოს პროექტები, ეს არის ავარიული სახლების პროგრამა, რომელიც რამდენიმე ასეული ოჯახზე ხორციელდება, თუმცა მიდექით შუაგზაზე ასე პროექტს ავწევთ, პროექტი მომზადებულია და ზათ არის აგრეგულირებული შესატანად. გულისხმობა რომ ვერ მოვასწრებს სხვადასხვა მიზეზებით თავშენებლობითი განვითარების ფერმის, სივრცის განვითარების ფერმის მიყვანა ბოლომდე, მაგრამ ყველა კომისია ჩადარდა აბსოლუტურად და ზათ არის გამოსაცხადებლად და არის ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენ ქალაქში, თუნდაც იგივე სატუმბის აგურის შენებლობა, თუნდაც იგივე გონიოში რამდენიმე 1000 არგუმენტზე სასვენწყლის მომარაგების პროექტები, რომელიც ასევე მიყვანილია ყველა ბოლოში, მაგრამ ამ პროექტებში შეიძლება დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ყოფილა ერთადერთი იდეების წყარო მუნიციპალიტეტში, ასე რომ კიდევ უფრო ბევრი და კარგი საინტერესო პროექტი გავხსენდება მოკლედ. ეს იყო ლაშა კომახიძის განმარტება გადადგომასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ბევრი კითხვა, რომელიც იყო მასთან, ისევ უპასუხოდ დარჩა. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ თვითონ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, თქვა ასევე, რომ გარკვეულ პროექტებზე, რომელიც იყო მისი წამოწყებული, გულისხმდება. ლაშა კომახიძემ გითხრა ისიც, რომ ვიცე-მერად დაინიშნა არჩილ ჩიქოვანი, რომელიც შეასრულებს მერის მოვალეობას, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ეს დადასტურდა. ლაშა კომახიძე დაბრუნდა თავის უკვე ყოფილ კაბინეტში, შეიძლება ითქვას. დღეს აქ კომახიძეს არ წარუდგენია ვიცე-მერად დანიშნული ჩიქოვანი, ამ დროისთვის იმყოფება თუ არა ის შენობაში, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.